ჩვენ ვართ ტუპები, სალომე და მარიამ ფროდიაშვილები, ქალაქ თელავიდან. ვართ სროლელები, ვისვით 10 მეტრის დისტანციაზე, პნევმატური პისტოლეტით. ჩემთვის ეს სპორტი ასოცირდება სტაბილურობასთან, როგორც მენტალურ, ისე ემოციურ სტაბილურობასთან. როცა ამას მიაღწევ ჩემი აზრით, შემდეგ მოდის არა მარტო ამ სპორტში წარმატება, ასევე ცხოვრებაში. იმიტომ რომ ეს სიმშვიდე ასევე გიბრუნებს შვიდ და ჩამოყალიბებულ შედეგს. ჩემთვის ასოცირდება ხასიათის სიმტკიცესთან. უკვე 4 წელია, რაც ამ სპორტში ვართ. ტრამვის შემდეგ მეორედ განვაახეთ ახლა ვარჯიშები და ჩემთვის უფრო ახლიდან დაბადებასავით არის და ყოველდღიურად უფრო და უფრო უკეთესი ხდება ჩვენი ფორმა. ვემზადებით ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც იქნება თებერვლის თვეში, მაგრამ მანამდე რა თქმა უნდა გავუვლით შესაბამის მომზადებას. მე და მარიამ მივდივართ მიუნხენში ბუნდესლიგაზე, რომელიც იქნება ახალ წელს. და ჩვენთვის საუკეთესო ახალი წლის დასაწყისი ალბათ. და ახალი გამოწვევა. კი. ასევე. უშიშით ჩემი აზრით ყველას ეშინია, მაგრამ იყო უშიშარი, ეგ არის არჩევანი. იმიტომ რომ უშიშარი არავინ არ არის. შენაკეთებ არჩევანს, იყო თუ არა გამბედავი, მიიღო თუ არა რაღაც გადაწყვეტილება, უნდა გადადგა ის ნაბიჯი თუ არ გადადგა. თითოეული მოძრაობა, გაუბედავი გადაეცემა იმდენად ყველა კუნთს, რომ გასვლაზე აისახება ძალიან მარტივად. შეიძლება ცხოვრებაში ეს ვერ შეამჩნიო, მაგრამ გასვლას ემჩნევა ეგრევე. ამიტომ ჩვენი გადაწყვეტილება, ჩვენი გამბედაობა და ჩვენი შიში თუ უშიშრობა ყველაფერი ჩვენს ნასროლზე აისახება. არის მომენტები, როცა ყველა მსროლელს ეშინია სროლის. თუნდაც ფინალის დროს როდესაც გული იმდენად სწრაფად ცემს, რომ ყურებში გესმის შენი გულის ცემა და თითში გრძნობ გულის დარტყმას. და ამ დროს უნდა დააჭიროთ იც. თუმცა გეშინია და ტვინში მოგდის ის ფრაზა, რომ იქნებ არ ვისროლო, რომ არ ვისროლო რა მოხდება. თუმცა ზუსტად ეგ არის ის მომენტი, ის გარდამტეხი მომენტი, როდესაც შიშს აბიჯებ და არ იყავი თამამი, დააჭირეთ იც თამამა და ისროლე. როცა რაღაცის გაკეთება გინდა და გეშინია, იმიტომ რომ არ იცი ის გამოვა თუ არა. თუ არ გააკეთებ, მაშინ 100%-ით არ გამოვა. მაგრამ თუ ცდი 50-50-ია. ამიტომ გინდა და არ გამოვიდეს, შენ ის მაინც გექნება შენს თავთან სათქმელი გულწრფელად, რომ მე ვცადე ყველაფერი, გავაკეთე და არ გამოვიდა. თუ არ გამოვიდა, მე რა მოხდა? ჩვენ შეიძლება ჩვენი წარმატებები ჩანს ბევრმა ადამიანმა იცის და ასე შემდეგ, მაგრამ ამ წარმატებების უკან ბევრი წარუმატებლობაა. ძალიან ბევრი დამარცხებაც არის ამ გამარჯვებებთან ერთად. მაგრამ მე რა